Samsung-ი და ინოვაციები. დღეს მინდა ველაპარაკო Samsung-ზე. თუ რატო ცემდი ყოველთვის პატივს, რატო არ ეშინოდათ ინოვაციების თავის დროზე და რატო არ მევასებოდა. Ქონდათ ისეთი საინტერესო smartphone-ები, რომ სხვა არავინ არ უშვებდა მსგავს smartphone-ებს. Ქონდა ადრე Samsung-ს ეგეთი smartphone-ი, Galaxy Mega. ანუ უზარმაზარი smartphone იყო თავის დროზე. ორნაირი ვერსია ქონდა თუ არ ვცდები, 5.8 ინჩიანი და 6.3 ინჩიანი smartphone-ები იყო. ეხლა შეიძლება სასაცილო ჭრილს, მაგრამ აი როგორი ტაფა smartphone იყო, იცით ხო? ეგ იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ მაგასთან ერთად ქონდათ Galaxy Round-ი, რომელიც იყო მორკალური და მორკალური იყო ძალიან საინტერესოდ. ანუ LG-ს ქონდა მაშინ ესეთი ბანანისებრი მორკალვა ქონდა და Round-ი იყო პირიქით მოღუნული. ქონდათ ასევე კიდე zoom smartphone-ები, ანუ რეალურად, რო ვთქვათ, იყო კამერა, რომელსაც ქონდა უკანა მხარეს მთლიანად ეკრანი და ტელეფონი იყო. ანუ Galaxy მეგონი S24 zoom-ი იყო და Galaxy K zoom-ი. ასევე იყო Galaxy A80. რომელიც ნუ ცოტა ის გაწელილი smartphone იყო, დიდი ზომის იყო ეგეც. მახსოვს ერგონომიულობა ძალიან ცოტათი ესეთი მძიმე smartphone იყო, მაგრამ ამას ქონდა საინტერესო ზედა მხარეს მექანიზმი, ანუ ერთი კამერა ქონდა უკანა მხარეს, ანუ selfie კამერა არ ქონდა და selfie-ზე რო გადმოდიოდი, მექანიზმი ზევით ამოდიოდა, ტრიალდებოდა და გადმოდიოდა წინ კამერა. ანუ ძალიან მაგარი იყო. და ასევე მახსოვს კიდე Note Edge, ანუ Note სერია ახალი არ იყო მაგ დროს, მაგრამ Note Edge იყო ესეთი საინტერესო smartphone, რომელსაც ერთ მხარეს მარცხენა მხარეს, როგორც მახსოვს, ქონდა გადმოწეული ეკრანი. ოღონდ ეს გადმოწეული ეკრანი ქონდა ბოლომდე, ანუ ჩარჩოშივე გადადიოდა და გადადიოდა ისე, რომ აი ეხლა რომ მორკალური smartphone-ები ან თუნდაც Samsung-ს რო ქონდა S7 Edge, იმ მსგავსი S8 რო იყო, ეგეთი კი არა, ანუ ბოლომდე მორკალური იყო, უდნავა არა. და რეალურად ფუნქციონალი ქონდა მანდ, ანუ ტელეფონი რო იდო, მთლიანად ხედავდი მაგ ეკრანს ეს გვერდიდან. ხო და ესე, მოკლედ დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ, რომელიმე smartphone თუ გაქვთ ან თუ გქონდათ ადრე, რით მოგწონათ, რატო შეიძინეთ და ეგ არის და ეგ, მოკლედ დამიწერეთ და ვისაუბროთ მოდი მაგ თემაზე.